ადამიანი უცხოპლანეტელი ვალიანტ თორის ამბავი 1954-1969 წლებში ყოველწლიურად ამერიკის ტერიტორიაზე 5000-ზე მეტ მიტოვებულ ადამიანს პოულობდნენ წაშლილი მეხსიერებით, რაც ჯამში ამ წლებში უცხოპლანეტელების მიერ ადამიანების გადაცემის 75000-მდე მტკიცებულება არის. მაინც ვინ იყო ვალიანტ თორი? ბევრი ფიქრობს, რომ ის იყო პრეზიდენტ ეიზენჰაუერის უცხოპლანეტელი მრჩეველი, რომელიც დედამიწასა და უცხო ცივილიზაციებს შორის ურთიერთობას აგვარებდა. ჰუმანოიდი უცხოპლანეტელი, რომელიც პენტაგონში ცხოვრობდა და საქმიანობდა. ადამიანური გარეგნობის წყალობით პრეზიდენტის გარემოცვაში მის მიმართ ეჭვი თითქმის არაბის გასჩენია. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა ამის შესახებ, რა თქმა უნდა თავად პრეზიდენტმაც. ვირტუალური იარაღით, სხვადასხვა ტექნოლოგიური მიღწევები, მათ შორის სამხედრო მიმართულებით, სწორედ უცხოპლანეტელ თორის დამსახურებით მიიღო ჯერ ამერიკამ და ზოგადად დედამიწაზე მცხოვრებმა კაცობრიობამ. ფილ შნაიდერისა და სხვა გადმოცემების თანახმად, ვალიანტ თორი 500 წლის იყო, რაც ამ უცხოპლანეტური რასისთვის საკმაოდ ახალგაზრდა ასაკად ითვლება. ამავე წყაროს ცნობით მან პენტაგონში გამართულ ერთ-ერთ საიდუმლო შეხვედრაზე შეკრების საზოგადოებას უთხრა, რომ ისინი აქტიურად აგვირდებიან კაცობრიობას, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომისა და ამერიკის მიერ იაპონიაში გამოყენებული დამხმარებელი ატომური ბომბების შემდეგ. მიიღეს გადაწყვეტილება აქტიურად ჩაერიონ დედამიწის შიდა საქმეებში და ეს ჩარევა უფრო ღია და ხილულად კონტაქტური იყოს, რა თქმა უნდა არა ფართო მასების დონეზე. ამიტომ თორმა ამერიკის ხელმძღვანელობას კონკრეტული თანამდებობა მოსთხოვა. დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ამ ადამიანის შესახებ ღია ოფიციალურ დოკუმენტებსა და წყაროებში ფაქტობრივად არაფერია ცნობილი. ამერიკელი უფოლოგების მიერ მოკლეული ინფორმაციით არ არსებობს არც ერთი დოკუმენტაცია, იგივე საჯარო სამსახურში მუშაობის გამო შევსებული დეკლარაცია, არც რაიმე რეგისტრირებული ქონება, არც ამერიკელებისათვის წმინდა კომუნალური გადასახადების თუ იუსტიციის უწყებების რაიმე ჩანაწერი. არადა ასეთი პიროვნება ნამდვილად არსებობდა. ის ნამდვილად ჩანს ამერიკის სახელმწიფო დოკუმენტებში, ფოტოებში, პენტაგონში და სხვადასხვა საპრეზიდენტო ჩანაწერებში. მაშ ვინ იყო ეს ბურუსით მოცული პიროვნება? თუ არსებობდა და თან არ არსებობდა? ვისაც უცხოპლანეტელების არსებობის გვჯერა, რატომ არ შეიძლება ვჯეროდეს ამ მოსაზრების, რომლის თანახმად ვინმე ვალიანტ თორი ნამდვილად დედამიწაზე მოვლენილი უცხოპლანეტელი იყო ადამიანის ჰუმანოიდური გარეგნობით და რომელიც დედამიწაზე და უცხო სამყაროს შორის პოლიტიკური ურთიერთობების გადაწყვეტით იყო დაკავებული. დიდი ხნის ძებნის მიუხედავად, სამწუხაროდ მეტი ინფორმაცია ვალიანტ იგივე ვალ თორის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. უпроსტად არის, მაგრამ ამ ეპიზოდში წარმოდგენილთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლებად სარწმუნო. ვერაფერს იტყვი, დაიჯერო თუ არა